გამარჯობა. დღევანდელი თემა ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება. აქ იქნება საზღვაო და საჰაერო კატასტროფები, ისტორია და ადამიანთა სიბრიყვე, იდუმალი გაუჩინარებები და საზარელი სინამდვილე და ყველაფერი ეს ხდება ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ადგილას, ალბათ ყველაზე მისტიურ და ყველაზე პოპულარულ ადგილას, რომელსაც ბერმუდის სამკუთხედს ეძახიან. სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, პროცენტები როგორც გადანაწილდა აგერ ხედავთ და მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო თემატიკას არ აქვს მაინც მაღალი რეიტინგი, არც ინტერვიუებს, მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ ამ თემებზე მუშაობას და აუცილებლად შემოგთავაზებთ და ვეცდები, რომ რაღაცნაირად მომხრეები მოვიზიდო აქეთკენ, იმიტომ რომ ჩემი არხი მაინც სამეცნიეროა, მაინც ისეთი თემები არის ჩემთან პრიორიტეტული, რომლებიც რეალურ მეცნიერებას ეხება და არა სხვა რამეს. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პერიოდში გამოიწერა ჩემი არხი, მეგობრებო, აუცილებლად ნახეთ ძველი ვიდეოებიც, ძალიან საინტერესოებია, სხვადასხვა მეც კი უყურებ ხოლმე შიგადაშიგ. არა, ჩემი თავი კი არ მენატრება, უბრალოდ ის თემები მახსენდება, განსაკუთრებით ინტერვიუები, რომლებიც მე ამ წლების განმავლობაში ჩავწერე. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან მცირედი თანხითაც კი ეხმარება ჩემს არხს, იმიტომ რომ ეს მე საშუალებას მაძლევს რაღაც საინტერესოების მოლოდინიც გაგიჩინოთ და გავაკეთო კიდეც. დიდი მადლობა ყველას, ვინც კეთილად არის განწყობილი ჩემი არხისადმი. ახლა კი გადავიდეთ. თემა დავიწყოთ და დავიწყოთ ჩემი მოგზაურობით ერთ-ერთ გერმანულ ქალაქში, რომლის შესახებაც მე წინა ვიდეოში მქონდა საუბარი, ეს არის ჩილო-გერმანული ქალაქი, ძალიან ცნობილი პორტი, უკვე მე-11 საუკუნიდან, ცოტა უფრო ადრეც თუ ავიღებთ მე-9 საუკუნიდან, ეს არის ლიუბეკი. ლიუბეკი ულამაზესი ქალაქი, რომლის ძველი ცენტრი მართალია მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ დაზიანდა, მაგრამ დღეს იგი აღდგენილია. და ამ ქალაქს უწოდებენ კიდევ 7 ტაძრის ქალაქს, იმიტომ რომ აქ 7 გიგანტური ტაძარია აგებული. აგებული მე-10 საუკუნიდან მოყოლებული მე-14 საუკუნემდე. ესენია წმინდა მარიამის, იგივე მარიენკირხე, ეს არის ეკატერინას, წმინდა პეტრესი და ჩვენ რაც გვაინტერესებს, ეს გახლავთ იაკობსკირხე, ანუ წმინდა იაკობის ეკლესია. ამ ტაძარში ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის. მაგალითად, ჯერ ექსტერიერიდან რომ შევხედოთ, აი მასზე არის საათი, რომელსაც არ აქვს წუთების ისარი. ლიუბეკელები ამბობენ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსო არსად არ იჩქარებათ, ისინი მხოლოდ საათს უყურებენ და წუთებს არ დაგიდებენო. თუმცა ეს ასე არ არის, როგორც ყველა ქალაქში გერმანელს ყოველთვის ეჩქარება, ყოველთვის იგი საქმეშია და უსაქმურად მას ვერ ნახავდნენ. ეს საათი ალბათ უფრო სხვა ერებს უფრო მოუხდებოდა. თვითონ კირხე არის აგებული, რა თქმა უნდა, ეს არის წითელი აგურის ხანზეული გოთიკა, რომლის შესახებაც მე რამდენიმე ვიდეოში მაქვს ნათქვამი. ეს აგურის ასეთი გიგანტური შენობების აგება ძალიან რთულია, იმიტომ რომ აგური არ არის ქვა. მაგ არის მარიენკირხე, სადაც ყველაზე მაღალი 40 მეტრის სიმაღლის თაღოვანი არკები არის გაკეთებული სწორედ აგურისგან, მსგავსი რამ მსოფლიოში არსად არის. და სწორედ ასეთივე სტილში არის აგებული იაკობსკირხე. იაკობსკირხე შედარებით ადვილად გადაურჩა დაბომბვებს, 80% განადგურდა ქალაქისა. ეს ტაძარი გადარჩა მასში მე-12-მე-13 საუკუნის AES ორღანები, ულამაზესი ორღანები, რომლებიც დღემდე მუშაობს და კვირაობით არის ხოლმე აქ უფასო კონცერტები არის. როგორც ყველა ლუთერულ ეკლესიაში აქ მინიმალისტური სტილია, აქ არ არის დიდი რაოდენობით ხატები და ჩუქურთმები, მაგრამ მე იაკობსკირხეში არ შემოსულ ვარ არქიტექტურის და მისი კონსტრუქციის და სილამაზეების განსახილველად, არამედ შემოვედი ერთი ძალიან უცნაური ფაქტის გამო. აქ ერთ-ერთ ნეპში, თვითონ აი ტაძრის
არის განთავსებული მემორიალური კუთხე. საინტერესო ამ ტაძარში რაც არის აი ეს. სადაც დგას ნავი, დალეწილი ნავი, აქვე არის ძალიან ლამაზი აფროსანი გემის მოდელი, არის ადამიანთა ფოტოები, იატაკზე მარმარილოს ფილებზე გამოსახული არის ადამიანთა გვარები და ფერადი ლენტებია შებმული, დროშებია აქვე და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ნავს და მასთან დაკავშირებული არის სწორედ ბერმუდის სამკუთხედი თემა, რომელსაც თქვენ ძალიან დიდი ხანია მთხოვთ. და ეს სწორედ ჩვენ აგერ უყურებთ აი ამ დალეწილ ნავს და იმ ტრაგიკული ისტორიის ფურცელს, ერთ-ერთ ფურცელს, რომლებიც ბერმუდის სამკუთხედში თამაშდებოდნენ წლების განმავლობაში. ვიდრე ლიუბეკისთვის და სხვა შორის სრულიად გერმანიისთვის ამ ძალიან ტრაგიკულ და ფაქის თემას შევეხებით და მის შესახებ მოგიყვებით ვიდეოს ბოლოსკენ და ამიტომ აუცილებლად ნახეთ ვიდეო ბოლომდე. მე აქვე დავდებ იმ სამეცნიერო დასკვნებს, რომლებიც დღეს გამოტანილი არის ვერდიქტად ბერმუდის სამკუთხედის შესახებ, ამიტომ ისევ ვიმეორებ, ბოლომდე უნდა ნახოთ ეს ვიდეო და შემდეგ დამისვათ კითხვები, შემდეგ გამოთქვათ საკუთარი აზრი. ხშირად მეკითხებიან, რა მენატრება ყველაზე მეტად აქ, ევროპაში. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად ჩვენი მიწისურნელი და ის გემოები, რომლებსაც ვერაფრით შეცვლი. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ Taste of Georgia-ს პრემიუმ ნაკრები. ეს არ არის უბრალო საჩუქარი. ეს არის ყუთში მოთავსებული საქართველოს ნაწილი. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდებათ მზით გაჯერებული ჩურჩხელა, სურნელოვანი სვანური მარილი, ცხარე აჯიკა და კავკასიონის ფერდობების ყვავილების თაფლი. და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის სუფრა, რომელზეც ჩვენი საამაყო ანბანია მოკარგული და თბილისური აივნის ხის სუვენირი. ეს ის დეტალებია ნებისმიერ გარემოს ქართულ მუხტს რომ სცენს. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. ეს პატარა ფიგურები ნებისმიერ გულს გაათბობს. და რაც მთავარია, სპეციალურად ჩემი მაყურებლებისთვის კომპანიასთან ერთად გადავწყვიტეთ განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ეს ფასის მეხუთედია, რაც მართლაც იშვიათი შეთავაზებაა. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. ტარიფებს ხედავთ ეკრანზე და დეტალები ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითაც შეცვალოთ. ამ ნაკრების შეძენით თქვენ არა მხოლოდ საუკეთესო საჩუქარს შეიძენთ, არამედ ჩემს არხსაც დაუჭერთ მხარს. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. ახლა კი ვნახოთ თუ რას წარმოადგენს ბერმუდის სამკუთხედი, რით გამოიჩინა დედამიწის ამ ჩვეულებრივმა მონაკვეთმა თავი. დღეს, როდესაც ასეულობით თანამგზავრი და ათასობით თვითმფრინავი და გემი გადასერავს ამ ადგილებს, იღებენ ყველას დღეს ჯიბეში ფოტოაპარატი უდევს თვითმფრინავიდან, თანამგზავრიდან, გემიდან უამრავი ფოტოები, ვიდეო მასალები მოდის ამ წყლებიდან, მაინც თითქოს არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ აღბეჭდილა ამ ფირებზე, მაგრამ მაინც ადამიანები თვლიან, რომ ამ ადგილებში რაღაც უცნაური და საშიში ხდება. რომ აქ დედამიწის ჭიპია, რომ აქ წყალქვეშ ჩაძირული არის ატლანტიდა, რომელიც თავისი კრისტალებით რაღაც ენერგიებს გამოყოფს და ხომალდებს და თვითმფრინავებს იტაცებს და ადამიანები უგზო-უკლოდ ქრებიან. რატომ ითვლება, რომ იგი ყველაზე ხშირი სასტიკი და ამოუცნობი კატასტროფების ადგილია დედამიწაზე? ყველაფერი ამის შესახებ ჩვენ გვექნება ფაქტებით საუბარი. პარადოქსია, რომ ოკეანის ეს უბანი, რომელიც ოფიციალურად რუკაზე არ არსებობს, ანუ ესეთი მოხაზული უბანი, რომ ოფიციალურად სახელი ერქვას ბერმუდის სამკუთხედი, როგორც თქვა, სარგასის ზღვა იქვე არსებული, ან თქვა პუერტო-რიკოს ღრმული და ასე შემდეგ, ასეთი გეოგრაფიული ცნება მეცნიერებაში არ არსებობს.
და რატომ გახდა იგი ესე უცებ ყველასთვის ცნობილი და შემაშინებელი? როგორ მოხდა რომ ეს უჩინარი სამკუთხედი, რომელსაც მართლაც კოორდინატებიც, ზუსტი კოორდინატებიც არ გააჩნია, შეთქმულებების, თეორიების, მითების, ლეგენდების რაოდენობით ისეა გაძეძგილი, რომ მასზე უამრავი დოკუმენტური ხატრული ფილმია გადაღებული, წიგნებია დაწერილი, იბეჭდება სტატიები ჟურნალებში, გაზეთებში და რა არის ამ ისტორიებში ნამდვილი და რა არის მისტიფიკაცია, რომლის საშუალებითაც ხელმოწარული ჟურნალისტები ხშირად საკმაოდ დიდ ფულს აკეთებენ და ხელმოწარული მწერლები, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი. უკვე წლებია ამ თემის ექსპლუატაცია მიმდინარეობს და მაინც რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ რეგიონის წყლებმა. როგორ მოხდა რომ ათობით გემი და თვითმფრინავი თავის ეკიპაჟიანებად ისე გაქრა რომ არანაირი კვალი არ დატოვა და არც იმედი რომ მათ ოდესმე იპოვნიდნენ. ასე რომ შეიკარით ღვედები დღეს ძალიან საშიშ მისტიკით მოცულ და საინტერესო მოგზაურობაში მივდივართ. ანუ დაწყევლილი სამკუთხედის შუაგულში. და მაინც რას უწოდებენ ბერმუდის სამკუთხედს? ეს გახლავთ წარმოსახვითი წრეებით ერთმანეთთან შეერთებული ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპირო, ბერმუდის არქიპელაგი და კუნძული პუერტო-რიკო. მთლიანი ფართობი საშუალოდ ეს არის 3.5-4 მილიონი კვადრატული კილომეტრი, ხედავთ წარმოუდგენელი ზომის მონაკვეთი არის ატლანტიკის და აქვე მდებარეობს პუერტო-რიკოს ღრმული, ეს არის გეოტექტონიკური რღვევა ოკეანის ქვეშ, რომლის სიღრმეც 8 კილომეტრია, წარმოუდგენელი სიღრმეა. ეს არის ყველაზე ღრმა ადგილი ატლანტიკისა. პირველად ამ ადგილებში უცნაური მოვლენების შესახებ Associated Press-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ვინმე ედვარდ ვან ვინკლ ჯონსმა დაწერა, ხოლო თვითონ სიტყვად წყობა ბერმუდის სამკუთხედი პირველად გამოიყენა მწერალმა 1964 წელს დაწერა მან წიგნი ეს ამ წყლების შესახებ, ეს გახლავთ ვინსენტ ჰადისი, ანუ ჰადისს უნდა ვუმატლოდეთ რომ დღეს ყველამ ალბათ როცა წერა-კითხვას სწავლობენ, უკვე ყველამ იცის თითქმის თუ რას წარმოადგენს ბერმუდის სამკუთხედი. 1964 წელი არის დრო, როდესაც პლანეტის მოსახლეობა აცდა ძალიან რეალურ ბირთვულ ომს. თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ წყიბზე იყო ყველაფერი და საბოლოოდ კიდევ კარგი საღმა აზრმა გაიმარჯვა. დღეს რომ ეს მომხდარიყო, რაღაც ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ ისეთი ხალხი მართავს დღეს პლანეტას, რომ ალბათ ნამდვილად კატასტროფით დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ გადავრჩით, იმჯერად გადავრჩით. არის მაქსიმუმზე მაინც დაძაბულობა, პარალელურად ქვეყნებს შორის მიდის შეჯიბრი ბირთვული იარაღის და კოსმოსის ათვისებაში. ჩემს ახალგაზრდობაში საბჭოთა კავშირის პერიოდში მაშინ როცა მხოლოდ ორი არხი არსებობდა, მოსკოვის და თბილისის და ყველგან ფაქტიურად ერთი და იგივე გადაიცემოდა, აი ამ ერთფეროვნებაში მაინც იყო რაღაც გამონათებები, იყო жизнь животных, то мире животных ცხოველთა სამყაროში და იყო очевидная невероятная. გადაცემას უძღვებოდა სერგეი პეტროვიჩ კაპიცა, ეს გახლდათ ფიზიკოსი, აკადემიკოსი, პროფესორი და იგი გახლდათ ასევე აკადემიკოს პიოტრ კაპიცას შვილი. პიოტრ კაპიცა კი გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო იმათვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებდა, ვისაც აინტერესებდა ამ უხსნელი მოვლენები სხვადასხვა და ძალიან სხვანაირი კუთხით თავაზობდა ხოლმე ეს ადამიანი ესეთ თემებს და ყოველთვის ბევრი ადამიანი უყურებდა, შემდეგ მეორე დღეს მიდიოდა ხოლმე განხილვა ამ თემების. როგორც გამოთვლილი არის, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი უყურებდა ყოველ საღამოს არის კვირაში ერთხელ გადიოდა აი ამ გადაცემას, ეს ძალიან დიდი აუდიტორია. პრინციპში მაშინ სხვა საყურებელი არც არაფერი იყო. და აი მერცა ჩვენ ძალიან მეცნიერების მოყვარული ხალხი ძალიან ნაყოფიერად ვატარებდით. ერთხელაც კაპიცამ თემად შემოგთავაზა ბერმუდის სამკუთხედი. ეს ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული კი არა, უბრალოდ არ იყო მიღებული.
აი გავიდა ეს გადაცემა და აფეთქდა საბჭოთა კავშირი, მეორე დღეს ესე იგი ყველა ამას განიხილავდა. ვლადიმერ ვისოცკიმ სხვაიშორის ძალიან კარგი და ისეთი იუმორისტული, ძალიან კარგად იუმორისტული თუ რუსული, ვისაც გესმით აუცილებლად მოусმინეთ ამ სიმღერას, მიუძღვნა ამ გადაცემას, ანუ ბერმუდის სამკუთხედს. როგორც გითხარი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მეც მაშინ დავინტერესდი ამ თემით. ეხლა საბჭოთა კავშირში ბევრს ვერაფერს მოიძიებდი, ამიტომ როდესაც შედარებით გაიხსნა საზღვრები და შემდეგ უკვე როცა საბოლოოდ გაიხსნა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ წავიკითხე, ძალიან ბევრი რამ ნახე და მართლაც ეს საინტერესო ფაქტები შევაგროვე აგერ და შემოგთავაზე. ეს გადაცემა 2002 წელს დაიხურა იმ მოტივით, რომ ხალხს აღარ აინტერესებსო მეცნიერება და იქნებო რაღაცა ესეთ მისტიკებზე და რაღაცეებზე ისაუბროთო და ეხლა კაპიცამ როგორც ჭეშმარიტმა მეცნიერმა უარი განაცხადა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ხელფასებია რუსეთის ტელევიზიებში და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაცემა ძალიან პოპულარული იყო უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, მან უარი განაცხადა, მე ამ ადამიანების გამოტვინებაში ხელს არ გავისურვიო. 70-იანი წლების და 80-იანი წლების შუალედში ძალიან ბევრი ადამიანი მიუბრუნდა ამ თემას, ბევრი მეცნიერიც, არამეცნიერიც, ენთუზიასტი უბრალოდ, რომლებმაც მოიძიეს ინფორმაციები, დააგროვეს ეს ინფორმაციები და რა თქმა უნდა, ესეთი ურბანული ლეგენდის სახით დადიოდა ძალიან ბევრი სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც სხვაიშორის ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით გადაიღო სპილბერგმა ძალიან კარგი და საინტერესო ფილმი მესამე ხარისხის კონტაქტები, მგონი ასე ქვია მას და იქ არის აღწერილი ერთი რეალური მომენტი ბერმუდის სამკუთხედის ისტორიიდან. ყველაფერი იწყება სხვადასხვა ქრისტოფორ კოლუმბიდან, როდესაც იგი პირველად შევიდა წყლებში, სადაც დღეს სამკუთხედია და იგი აღმოჩნდა ძალიან უცნაურ ადგილას. ეს გახლავთ სარგასის ზღვა. სარგასის ზღვა არის გაზეზილი, ძალიან დიდი ზომის წყალმცენარეებით და თითქოს ფაფაში მიცურავ. ასეთი რამ ესპანელებს არასდროს ენახათ. ეს იყო კოლუმბის და მისი ეკიპაჟის და მისი თანხლები გემების დიდი გაკვირვება და მეორე ის რომ კომპასმა უცებ დაიწყო მაიმუნობები. თუ აქამდე იგი აჩვენებდა სწორად ჩრდილოეთის მიმართულებით, ამ დროს იგი გადაიხარა და ეს გადახრა რომ არა კოლუმბის მართლაც გენიალური მეზღვაურის და კაპიტნის გამოცდილება და გამჭრიახი გონება, აი ოდნავი გადახრაც კი კომპასის, რომელთაც მაშინ ძირითადად ამით ხელმძღვანელობდნენ იმდროინდელი კაპიტნები და მეზღვაურები, იგი სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა, მაგრამ აქ უკვე მზის მიმართულებები, ვარსკვლავების მიმართულებით მან განსაზღვრა, რომ კომპასმა აურია და ეს ჩაწერა თავის საბორტო, ანუ გემის ჟურნალში მოგეხსენებათ არსებობს ჟურნალი, რომელშიც აღიწერება ყველა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო მოვლენაც, რომელიც ზეგავლენას ახდენს ზოგადად ცურვაზე. პირველი რაც აღმოაჩინა კოლუმბმა სხვაიშორის ბერმუდის კუნძულები იყო ეს არქიპელაგი, რომელსაც ესპანიოლად დაარქვა, თუ არ ვცდები, არა, სან-სალვადორი დაარქვა. კიდევ ერთი ჩანაწერი გაჩნდა, რომ აი ბერმუდის კუნძულებიდან მან დაინახა ცაში ნათება, თითქოს რაღაც მგვალი თეთრი ბურთი მოძრაობდა, რომელიც ჩავარდა თითქოს წყალში და გაქრა. მე-17 საუკუნის დასაწყისია, მოგეხსენებათ, ინგლისი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალ კონტინენტზე ფეხი მოიკიდოს, იგი სტრატეგიულ ადგილებში აარსებს ეგრეთ წოდებულ ფორტებს და კოლონიებს და პორტებს. 1609 წელს, ანუ მე-17 საუკუნე ახალი დაწყებულია, ლონდონიდან ამერიკისკენ 6 დიდი ზომის გემი გადის. ეს არის კარგად აღჭურვილი ექსპედიცია, მათ უკვე არსებული პატარ-პატარა კოლონიებისთვის მიყავთ უბრალოდ პირუტყვი და ფრინველი, მიაქვთ მარცვლეული, დასათესი, სხვა ძირხვენები, ანუ რომ იქ მოიკიდონ ფეხი ბრიტანელმა კოლონისტებმა. ჯეიმსთაუნი არის პირველი დასახლება ფაქტიურად ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ 6 გემიდან ერთ-ერთი გზას აცდება, როგორც ჩანს, აქაც კომპასის მაიმუნობის ამბავი იყო და ამაზე მე მოგიყვებით თუ რა ხდება და რატომ აკეთებს ამას კომპასი ამ ადგილებში. სიუოჩერი ქვია ამ გემს და გემი გაირიყა ბერმუდის კუნძულებზე, ესე იგი აბსოლუტურად სხვა ადგილას, ვიდრე
მას სლაგეზი ქონდა აღებული. ყველა გადარჩა სხვათაშორის ძალიან საინტერესო მომენტი ეს არის და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე სამაშველო გემი მივიდა საბედნიეროდ ამ ადგილას და დაიხსნა მეზღვაურები. გადარჩენილები ყვებოდნენ, რომ თითქოს გემი თვითონ კი არაცდა გზას, არამედ რაღაცა ძალა მაიყვანა ჰაერში და ხმელეთზე ისე დასვა, რომ გემი არც კი დაზიანებულა. მართალია გემი ხმელეთზე არ იყო, მეჩეთზე იყო შემჯდარი, მაგრამ მართლაც საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ის გადმოიტანეს ამ მეჩეთიდან ბუქსირებით და მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა. პარალელურად მეზღვაურებმა გაიხსენეს, რომ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, იყო ძლიერი ჭექა-კუხილი და გემზე გაჩნდა წმინდა ელმეს ცეცხლი. წმინდა ელმი გახლავთ მეზღვაურების მფარველი და რაში გამოიხატება მისი მფარველობა. ჭექა-კუხილის და შტორმის დამთავრების წინ გემზე ჩნდება მართლაც აი გამოშვერილ ადგილებზე, ადამიანის ხელებზეც ცეცხლი. ოღონდ ეს ცეცხლი არ წვავს. ეს არის სტატიკური ელექტროობა, როდესაც ჩვენ აი ძალიან შალი თუ არის ან ძალიან სინთეტიკა თუ არის, რომ ვიხდით ხოლმე და წკაპაწკუპი გააქვს და სიბნელეში ცისფერნათებას გამოსცემს, ეს არის სტატიკური ელექტროენერგია და სწორედ ამ ელექტროენერგიის გამოვლენა ხდება ხოლმე ძლიერი ჭექა-კუხილის დასრულებისკენ. და ეს არის წმინდა ელმის ცეცხლი, რომელიც ძალიან საინტერესო სანახავია, ამბობენ, რა თქმა უნდა, დღემდე მეზღვაურები ამას აკვირდებიან და თუ ინმეს გააქვთ შემჩნეული ასეთი რამ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარში. Ice Venture's ამბავი, მაშინ უკვე ინგლისში ძალიან კარგად არის ჟურნალისტიკა განვითარებული, გამოდის გაზეთები და აღწერს შექსპირამდე და შექსპირი წერს თავის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პოემას The Tempest, ანუ გრიგალია, ან ქარიშხალი. და პოემაში ბერმუდის კუნძულები გამოყვანილია როგორც მოჯადოებული მიწა და სხვა შორის უკვე აი შექსპირიდან მოყოლებული ბერმუდა არის რაღაც მისტიკის საბურველში გახვეული. 1814 წლის ოქტომბერი შეერთებული შტატების სამხედრო გემი WASP-ი ბაჰამის კუნძულებთან მზიან 7 ამინდში ქრება. თან ქრება თვითმხილველების თვალწინ. იყო გემი ჰორიზონტზე, ხალხი ხედავდა მას და იგი თითქოს აორთქლდა. WASP-ი 140 ადამიანთან ერთად გაქრა. 1880 წელი ბრიტანული საწვრთნელი გემი ფრეგატი, აფროსანი გემი ატალანტა ბერმუდის არქიპელაგთან ქრება და მასთან ერთად ქრება 291 ადამიანი. მე-19 საუკუნის კიდევ ერთი ტრაგედია, ხომალდი ელენ ოსტინი ინგლისის ლივერპულიდან ნიუ-იორკისკენ მიდის სარგასის ზღვის გავლით, რატომღაც და ამ ზღვაში ეკიპაჟი უცნაურ აფროსან გემს ხედავს. კაპიტანი გრიფინი გემთან მიახლოებას უბრძანებს ეკიპაჟს, გემი უახლოვდება ამ აფროსანს და ხედავენ, რომ იქ არავინ არ არის. გადაძახებენ, არ არის არავინ, აბორდაჟით გადავლენ მეზღვაურები ამ გემზე, კაპიტანიც გადადის და ათვალიერებენ. თითქოს ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ ეკიპაჟი გამქრალია. ზოგადად იმდროინდელი და ალბათ ამდროინდელი ზღვის კანონების მიხედვითაც კაპიტანს ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ გემი ბუქსირზე ჩაება, ან მასთან ერთად წამოსულიყო, წამოეყვანა იგი პორტში ჩაებარებინა და ამის გასამრჯელო აეღო და რა თქმა უნდა გრიფინი ამას ხელიდან არ გაუშვებდა. მან ძალიან გამოცდილი მეზღვაურები და მისი თანაშემწე გადასვა აი ამ გემზე, უცნაურ გემზე, რომელსაც ეკიპაჟი არ ყავდა და ისინი წავიდნენ ნიუ-იორკისკენ. მეორე დღეს ჩამოწვა საშინელი ნისლი, რომელიც შემდეგ გაიფანტა და გრიფინმა აღმოაჩინა, რომ გემი აღარ არის. დაიწყო მისი ძებნა და იპოვა. მაგრამ ზედ ხალხი არ აღმოჩნდა. გემი კვლავ ეკიპაჟის გარეშე იყო, ანუ გრიფინის ხალხიც გაქრა. გრიფინს ბევრი არ უფიქრია, მან კვლავ გადასხა გემზე რაღაც ნაწილი მეზღვაურებისა, კვლავ წამოვიდნენ ისინი ნიუ-იორკისკენ და გაგიკვირდებათ და გემი გაქრა თავისი გრიფინის ეკიპაჟიანად. გრიფინი ჩავიდა ნიუ-იორკში განახევრებული ეკიპაჟით და შემდეგ მოუწია სასამართლოზე თავის მართლება. სინამდვილეში კი რას გვეუბნება ლოიდი, ანუ გემების დაზღვევის
ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელიც ყველა დაკარგულ გემს თუ ნაპოვნ გემს აღრიცხავს და პატარა სადმე რომელიმე გემზე ლურსმანი თუ მოძრა ისიც კი იცის. არც არაფერს. გვეუბნება რომ ოსტინმა ისე იცურა ლივერპული და ნიუ-იორკამდე, რომ არანაირი იდუმალი გემი არ შეხვედრია. არც ეკიპაჟის არც ერთი წევრი გრიფინს არ დაუკარგავს და ყველაფერი რა ჩასატანი იყო, ჩვეულებრივად ჩაიტანეს. შემდეგ გაზეთებში დაიბეჭდა თვითონ გრიფინის და მეზღვაურების ინტერვიუები, მიუხედავად ამისა, აი ეს პირველი ლეგენდა, რომელიც გაძვრა გემის შესახებ, მაინც ის არის დღემდე ცოცხალი. მაშინაც ცოცხალი იყო და უზარმაზარების გამოიწვია, მაგრამ კაცი გამოდის და ამბობს, რომ არ მომხდარა ხალხო მსგავსი რამე, არა, მოხდა. გერმანული ბარკია, ანუ 4-აფრიანი გემი ფრეია. 1902 წელია და ფლორიდის სანაპიროსთან ეკიპაჟის გარეშე იპოვეს. მისი ორი ანძა გადატეხილი იყო, ბორტზე არ იყო სამაშველო ნავები, სანავიგაციო ხელსაწყოებიც არ იყო და არსებობს მოსაზრება, რომ გემის ეკიპაჟმა ბორტი იმ დღეებში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შემდეგ დატოვა. ამ მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი და როგორც ჩანსო დატოვესო გემიო და წაიღეს თან სანავიგაციო ხელსაწყოები და ეს ნავი დაიკარგა. ახლა კი პირველი დადასტურებული იდუმალი მოვლენა. ეს გახლავთ გემი, ამერიკული გემი USS Cyclops-ი, იგივე ციკლოპი. ეს არის უზარმაზარი გემი, რომელიც ჩაუშვეს 1910 წელს. მისი სიგრძე არის 165 მეტრი, სიგანი არის 20 მეტრი, ეს არის მართლა გიგანტური გემია. წყალში ჯდომა მისი არის 9 მეტრი და აი ეს გიგანტური გემი ქვანახშირის გადასაზიდად გამოიყენება. 1912 წელს მასზე ამონტაჟებენ უსადენო ტელეგრაფს, ეს უკვე ძალიან დიდი ამბავი იყო მაშინ და გახსოვთ რომ თქვათ იგივე ტიტანიკი ჩაძირვის წინ აი ესეთი უსადენო ტელეგრაფით გადაცემდა განგაშის სიგნალებს და 1918 წელს 9 იანვარს გემს დაევალა ბრაზილიაში მყოფი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო კონტინგენტის მომარაგება ქვანახშირით. იმავე წლის 16 ფევრალს გემა რიო-დე-ჟანეირო დატოვა, გადმოტვირთვა ქვანახშირით და იგი შეავსო 11,000 ტონა მარგანეცის მადანით. რიოდან გამოსვლის წინ მექანიკოსები ატყობინებენ კაპიტანს, რომ გემის მარჯვენა ძრავში ცილინდრია გაბზარული. მიუხედავად ამისა, კაპიტანი გასცემს ბრძანებას გემის წყალში გასვლისას, რა თქმა უნდა, იგი მაქსიმალურ სიჩქარეს ვეღარ ავითარებს და ციკლოპი შედის ბარბადოსის პორტში. შედის იმიტომ, რომ შეამჩნიეს, რომ იგი რაღაცა ძალიან ესე 9 მეტრი ჯდომა აქვს მას წყალში, მაგრამ 12 მეტრით არის უკვე 3 მეტრით არის ჩასული წყალში, ეს მაინც და მაინც ნორმალური არ არის. მიუხედავად ამისა, 4 მარტს კაპიტანი მაინც იძლევა განკარგულებას, რომ ისინი ნიუ-იორკისკენ წავიდნენ და წაიღონ ბოლოს და ბოლოს ჩაიტანონ ეს ტვირთი და ხალხი ჩაიყვანა ნიუ-იორკში და დაამთავრდეს ეს ხიფათით სავსე მოგზაურობა. 13 მარტს ელოდებიან ნიუ-იორკის პორტში გემს, მაგრამ არ გამოჩნდება, არც არანაირ სიგნალს იგი ტელეგრაფით არ აგზავნის, არც განგაშისას, არც ისე, თუ როდის იქნება, დადგა 14 მარტი, კვლავ არ ჩანს 15 მარტი და ნუ მიხვდნენ, რომ რაღაცა მოხდა. ეს გიგანტური გემი სამჩაყლაპა თუ წყალმა, ოკეანის წყალმა თუ ბერმუდის სამკუთხედმა არავინ იცის, იმიტომ რომ იგი გაქრა ისე, რომ კვალიც არ დაუტოვებია. ნავთობის და იმ ზეთის ლაქებიც კი არ არის იმ ადგილებში, სადაც სავარაუდოდ ეს გემი უნდა გამქრალიყო. გემთან ერთად გაქრა 308 ადამიანი. თავიდან ეგონათ, რომ გემი ჩაძირა გერმანულმა წყალქვეშა ნავმა, მაგრამ უკვე ომი დამთავრებულია. მაგრამ არის მეორე ძალიან საინტერესო რამ გამოჩიჩქნეს ჟურნალისტებმა, რომ კაპიტანი ჯორჯ უორლია სახელად, თურმე არის გერმანული წარმოშობის ფრიდრიხ ვიხმანი. 50 წლის წინ ჩამოვიდნენ მისი მშობლები ამერიკაში. ჯორჯმა ფრიდრიხმა უпроსორად სახელი გადაიკეთა, ამერიკანიზირებული სახელი დაირქვა და თითქოს ვიხმანმა გაიტაცაო გემიო. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ 308 ადამიანი თავის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომ
ასეთი ნახევრად გაფუჭებული გემით სადღაც გაეტაცებინა. დღემდე არავინ იცის თუ რა დაემართა ამ გემს, მაგრამ ითვლება რომ ეს არის ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედია წყალზე. უბრალოდ ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ კატასტროფის დროს. ამავე ტიპის ორი გემია კიდევ ამავე ადგილებში დაკარგული, ეს არის ნერეუსი და პროტეუსი, ესეთი უცნაური სახელები ჰქვიათ ამ ციკლოპი, პროტეუსი, ნერეუსი, ეს ყველა მაგაცენებად ძველბერძნული წყალთან დაკავშირებული ღმერთებია, პანთეონიდან ღმერთების და არავინ იცის ამ გემების ასავალ-დასავალიც. როგორც ჩანს, თვითონ კონსტრუქცია იყო ამ გემების უკვე ხინჯიანი. ის ძალიან გრძელი იყო და სუსტი წელი ჰქონდათ. სუსტ წელს ამბობენ ხოლმე მაშინ, როდესაც გემს აქვს შუა ნაწილი უკვე ფიზიკისგან უბრალოდ ძალიან გრძელი, ყოველთვის უფრო მოწყვლადია, უფრო ადვილი გადასატეხია ვიდრე მოკლე. ამიტომ სწორედ ამ ადგილას თითქოს წყდებოდა ეს გემები და გამყდარი გემი მოგეხსენებათ ქვასავით იძირება შემდეგ წყალში მით უმეტეს თუ შტორმია და ძლიერი დინებებია. ჰატერასის კონცხი მართალია არ არის ბერმუდის სამკუთხედში მოქცეული, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილია ალბათ ოკეანეში. როგორც გეოგრაფიულად, ისე გეოლოგიურად, ისე თქვათ ჰიდროლოგიურად, იმიტომ რომ აქ არის ორი ძალიან ძლიერი დინების, გოლფსტრიმის, თბილი გოლფსტრიმის დინების, რომელიც სამხრეთიდან ზემოთ მიდის და ლაბრადორის ცივი დინების, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოდის, აი შეჯახების ადგილია. აქ ძალიან ხშირად წარმოიქმნება გიგანტური მორევები და ეს მორევები უკვე ქვიშას ისეთნაირად ამუშავებენ, რომ აი ესეთ საოცრებებს ქმნიან, გეოგრაფიულ საოცრებებს. ამ ადგილებში იქმნება ასევე მეჩეჩები, რომლებიც დღეს არის, ხვალ აღარ არის და ამიტომ აქ ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე გემების კატასტროფები და ატლანტიკის სასაფლაოსაც ეძახიან ამ ადგილებს. უცნაურობები ხდებოდა სხვათა შორის ამ ადგილებიდან ხმელეთზეც და მე ამის შესახებ ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს. აუცილებლად ნახეთ როანოკის კოლონიის შესახებ, რომელიც უგზო-უკლოდ გაქრა და არავინ იცის რატომ. და ზოგადად ამ ადგილებში ახლაც კი მე-20 საუკუნეშიც კი უცნაური ამბები ხდებოდა. მართალია შხუნა კეროლ A. დირინგის ისტორია, რომელსაც სხვა შორის ეძახდნენ კიდევ ჰატერასის ხომალდმოჩვენებას და ალმასის სანაპიროს აჩრდილს, პირდაპირ არ არის კავშირში ბერმუდის სამკუთხედთან, მე მაინც მოგიყვებით მის შესახებ, ეს არის კარგად დოკუმენტირებული ამბავი და იმიტომ 1919 წელს ჩაეშვა საექსპლუატაციოდ 5-ანძიანი შხუნა, კაპიტან უორმელის ეკიპაჟი მართავს მას და ისინი ძირითადად ქვანახშირის გადატანით არიან დაკავებულები. შხუნა რადგან მუშაობს ქარის ენერგიაზე, აფრების საშუალებით, იგი ძალიან ეკონომიურად გამოსადეგია, გამართლებულია და ამიტომაც იგი საკმაოდ კარგად არის ის ნაშენები, თითქოს არაფერი ემუქრება. 1921 წლის იანვარში შხუნა ქრება. შემდეგ ამ გაქრობიდან 3 კვირის თავზე მას შეამჩნევენ ბერმუდის არქიპელაგთან. რამდენიმე გემი დაინახავს. შხუნას აწეული აქვს აფრები და მთელი სისწრაფით მიდის სამხრეთისკენ. ამის შემდეგ იგი კვლავ ერთი თვით იკარგება და უკვე აღმოჩნდება ჩრდილოეთში. ანუ ჰატერასის კონცხთან. აქ იგი მეჩეჩზე ჯდება და მას ესეთ გამავალი გემი შენიშნავს, აფრები აწეული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქარი არ არის, სრული შტილია, ანუ აფრები არაფერში გამოადგებოდა. გემიდან გადადის ეკიპაჟი, რომ ნახოს რა ხდება გემზე, რომელიც უკვე 2 თვეა დაკარგულია და აღმოაჩენენ, რომ იქ არც არაფერი არ ხდება. 3 გაძვალტყებული მშიერი კატა დაძრწის გემბანზე, ხოლო კამბუსში, აი იქ სადაც მეზღვაურები იკრიბებიან ხოლმე, სუფრაა გაშლილი, მართალია საჭმელი დაობებულია, მაგრამ თითქოს აეხლა გავიდნენო მეზღვაურებიო. შხუნას, როგორც გითხარით, ყველა აფრა აშვებული აქვს, როცა კარგად დაათვალიერეს, კარგადაც არის დაჭიმული ეს აფრები, მაგრამ გემზე არ არის სამაშველო ნავები. ვერ იპოვეს სანავიგაციო ხელსაწყოები, გემის ჟურნალი, ქრონომეტრი, ანუ ყველა ის ხელსაწყო, რომელიც ადამიანს ეხმარება და მეზღვაურს ეხმარება გზის გაგნებაში.
პირადი ნივთები ყველა დატოვებულია, ფული დატოვებულია. როდესაც ეს ამბავი გამოქვეყნდა გაზეთებში 2 თუ 3 დღის შემდეგ ამ ჰატერასის კონცხთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი შუქურიდან მოვიდა ცნობა, რომ მეთვალყურეს დაუნახია გემი, რომელმაც ჩაუარა მას. გემბანიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანდა, კარგად აღწერა ძალიან ამ მეთვალყურემ, იმიტომ რომ გემა ახლოს ჩაიარა შუქურასთან. ეს იყო ესეთ გაბურძგნული, ჟღალი წვერის და თმის მქონე ადამიანი, რომელიც მეგაფონის საშუალებით მას ეძახდა, რომ გააგებინეთ ყველას, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება და ეს დამტრეული ინგლისურით საუბრობდა. შემდეგ როდესაც გამოიკითხეს და ხა ფოტოები არსებობდა 21 წელია ეკიპაჟის წევრების ყველა წევრის ვერანაირი წითური გაბურძგნული ადამიანი ამ ფოტოებზე ვერ ნახეს და ვერ ნახეს ვერც ერთი რომელიც დამტრეული ინგლისურით ისაუბრებდა, იმიტომ რომ ყველა იყო ძირძველი ამერიკელი. ეკვადორში არის საკმაოდ აქტიური და მაღალი ვულკანი 5600 მეტრის სიმაღლის, რომელსაც სახელად კოტოპაქსი ჰქვია და არ ვიცი რატომ აირჩია მიჩიგანის გემთსაშენმა ასეთი სახელი, როდესაც მათ 1919 წელს ჩაუშვეს გემი სახელად კოტოპაქსი. მეორე წელს გემი სალვადორისკენ მიდის და მეჩეთზე ჯდება და მხოლოდ ტვირთის გადმოტანის შემდეგ არის შესაძლებელი მისი კვლავ წყალში ჩაშვება. ამის შემდეგ გემი თავგადასავლების გარეშე დაცურავს და ძირითადად ნახშირი გადააქვს, მაშინდელი ძირითადი საწვავი ეს იყო. 1925 წლის 29 ნოემბერს კოტოპაქსი გადის ჩარლსტონიდან ჰავანას მიმართულებით კუბაზე ქვანახშირი მიაქვს და 3 დღის შემდეგ 1 დეკემბერს კაპიტანი ტელეგრაფის საშუალებით ნაპირზე გადმოსცემს, რომ ისინი ძალიან ძლიერ შტორმში მოყვნენ და გემი გადაიხარა. მის გადასარჩენად მოცემულ კოორდინატებზე გადის რამდენიმე სამაშველო გემი, მაგრამ უშედეგოდ. გემი თავის 32 ეკიპაჟის წევრთან ერთად ქრება. სხვა შორის 5 წლის წინ 2021 წელს მყინთავებმა ეს გემი იპოვეს. იპოვეს იმავე კოორდინატებზე, ოღონდ წყალქვეშ დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეზე, არც თუ ისე ღრმად. დაათვალიერეს იგი და აღმოჩნდა, რომ კოტოპაქსია და რამდენიმე ადამიანის ნეშტიც აღმოჩნდა გემის კაიუტებში ჩაკეტილი. აი, საინტერესოა როგორ გორდება ხოლმე სენსაციები, იმიტომ რომ კოტოპაქსზე ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ იგი შეამჩნიეს ამა და ამ ადგილას, იბეჭდებოდა სტატიები, რომ მასზე ეკიპაჟი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ან ზოგიერთი მონაცემით თითქოს ჩონჩხებით იყო სავსე გემი და ასე შემდეგ. არა და თურმე გემი იქვე განისვენებს 30 მეტრის სიღრმეზე. იქ სადაც უნდა იყოს კიდეც. ახლა კი ისტორია, რომლის მეოხებითაც ბერმუდის სამკუთხედი გახდა ასეთი პოპულარული. ესკადრა ნომერი 19, იგივე რგოლი ნომერი 19. 1945 წლის 5 დეკემბერს 5 ტორპედოს სროლელი თუ მატარებელი თვითმფრინავი ავენჯერი ჰაერში აიჭრა და სარწმუნელ დავალებაზე გავიდა. ესკადრას წინ მიუძღვევა მფრინავი ინსტრუქტორი, საზღვაო ქვეითთა ლეიტენანტი ჩარლზ კეროლ ტეილორი. რგოლი ამერიკის საზღვაო ბაზიდან აფრინდა, რომელიც მდებარეობდა ფორტ ლიდერდეილში, ფლორიდის სანაპიროზე და აქედან ისინი უნდა წასულიყვნენ პატარა კუნძულ ჩიკენ მოულსთან, იქ უნდა ჩამოეყარათ ტორპედოები, შემდეგ 67 მილი გაევლოთ, გადაეკვეთათ დიდი ბაჰამის კუნძული, მობრუნებულიყვნენ და ბაზისკენ წამოსულიყვნენ. ანუ ესეთ სამკუთხედს აკეთებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტული მარშრუტი, რომლითაც ამ დროს ყველა დაფრინავდა ამ ბაზიდან და რომლის გაყოლებაზეც იყო უამრავი ნიშანი, რომ თვითმფრინავებს გზა არ არეოდათ. მეტეოპროგნოზი კარგი იყო, რგოლის წამყვანი არის ლეიტენანტი ჩარლზ ტეილორი, მაინც და მაინც დიდად გამოცდილი პილოტი იგი არ გახლავთ ამ ტიპის თვითმფრინავებზე. მისი 14 კურსანტიც ახალბედები არიან ამ ავენჯერებზე და ნაკლები გამოცდილება აქვთ ამ ადგილებში ფრენის. მაგრამ როგორც გითხარით, ამ ადგილებში ფრენა ძალიან ადვილია.
ტორპედოების მატარებელი TBM-3 მოდიფიკაციის თვითმფრინავები აღჭურვილი არის იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებით 1945 წელია. ანუ ომი დამთავრებულია უკვე. უახლესი მოდელის გიროსკოპებით, რადიო სიმაღლის მზომებით, ელექტრონული კომპასებით, ავტოპილოტებით და რაც თავარია ძალიან მძლავრი რადიო გადამცემებით. ომის პერიოდში ძალიან დაიხვეწა ნავიგაციის ტექნიკა, მოგეხსენებათ ყოველთვის ომი გრევასთან ერთად გარკვეული პროგრესის საწინდარიც არის ხოლმე. ამ რადიო გადამცემებს აქვთ რადიო შუქურების ფუნქციაც. აი დაახლოებით დღეს რო GPS ტრეკერებია. ხო, სადმე თუ თქვენ ტელეფონი დაგჭათ, შეგიძლიათ აი ტრეკერის საშუალებით იპოვოთ. დაახლოებით ისეთი, რა თქმა უნდა, გაცილებით მძლავრი, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე იჭერს სიგნალს. ასევე მათ აქვთ გასაბერი ნავები, საკვები, სმარაგი, წყლის მარაგი, სასიგნალო რაკეტები, წყალში საცურაო ჟილეტები და სამარქაფო, ისეთ ამატებითი რადიოსადგურები. ანუ რომს განიცადოს თვითმფრინავმა სადმე კუნძულებზე ან კუნძულებთან ახლოს კატასტროფა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ექნება, რომ რადიო გადამცემითაც ისარგებლოს და პლუს საკვები კონდეს და წყალი და ყველაფერი. თვითმფრინავები ფორტ ლოდერდეილის საზღვაო ბაზიდან ფრინდებიან 14 საათსა და 10 წუთზე. ფრენა ძალიან კარგად არის აღწერილი, მისი ჩანაწერებიც კი არსებობს და აქედან გამომდინარე ჩვენ ზუსტად ვიცით რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და როდის. დაახლოებით 16 საათსა და 00 წუთზე ინსტრუქტორ ლეიტენანტი რობერტ ფოქსი, რომელიც ასევე ერთ-ერთ თვითმფრინავზე ახორციელებს ფრენას, ფორტ ლიდერდეილის თავზე შემთხვევით იჭერს რადიო გადაცემას. უცნობი ვინმე პაუერს თხოვს კომპასების ჩვენებები მისცეს. პაუერსი მერე აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი პილოტი არის აი ამ ხუთეულიდან. ფოქსი ამყარებს კავშირს ამ უცნობთან და იგი აღმოჩნდება ლეიტენანტი ტეილორი, ანუ ამ რგოლის მეთაური. იგი ფოქსს ეუბნება, რომ მისი ორივე კომპასი არანორმალურივით იქცევა და რომ მისი აზრით იგი ფლორიდა ქის თავზე მიფრინავს, მაგრამ ვერაფრით ვერ პოულობს ფორტ ლიდერდეილს. ფოქსი ტეილორს ურჩევს, რომ თუ კომპასები არ ამუშავდა, თვითმფრინავები ისე წარმართოს, რომ მზე მარცხნიდან უდგებოდეთ. ამგეს არ გადაუხვიონ და მალე დაინახავენ ბაზას. 16 საათი და 10 წუთი ფორტ ლიდერდეილის ბაზამ პრობლემების შესახებ შეიტყო და დაახლოებით იმავე დროს პორტ ევერგლეიდსის სამაშველო რაზმი გადის თვითმფრინავების მოსაძებნად. 16 საათსა და 25 წუთზე ფორტ ევერგლეიდსის სამაშველო რაზმი უკავშირდება ლიდერ თვითმფრინავს და ტეილორი აცხადებს, რომ მათ ახლახან გადაუფრინეს პატარა კუნძულს და სხვა ხმელეთი ვერ დაინახეს. შემდეგ იგი აცხადებს, რომ გააქტიურა საგანგებო ლოკაციური შუქურა და ეკითხება ხედავს თუ არა მას ვინმე რადარზე. ვერც პორტი ევერგლეიდსი და ვერც ლიდერდეილი ვერ ხედავენ ამ სასიგნალო შუქურას. ანუ ვერ აღიქვამენ მის სიგნალს. 16 საათსა და 31 წუთზე ევერგლეიდსი იღებს ტეილორის შეტყობინებას, რომ ერთ-ერთი პილოტი ფიქრობს, რომ თუ 207 მიმართულებას გავაგრძელებთ, ხმელეთზე დავეშვებით. 16 საათსა და 45 წუთზე ტეილორი ბაზას გადასცემს, რომ მიმართულება 0-30 ისინი შეინარჩუნებენ კიდევ 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩრდილოეთისკენ გადაუხვევენ და დარწმუნდებითო, რომ მექსიკის ყურეს არ ავწდითო. ბაზას თხოვს ტეილორს, რომ იქნებ სხვა სიხშირე აირჩიოთ, იმიტომ რომ არის მის თქვენი ხმა კარგათო, მაგრამ ტეილორი პასუხობს, მე მხოლოდ ამ სიხშირეზე მაქვს ჩემს რგოლის, ჩემს დანარჩენ თვითმფრინავებთან კავშირი და ვერაფრით ვერ შევცვლიო. 17 საათი და 00 წუთი ტეილორი რგოლის თანამონაწილეებს გადასცემს ბრძანებას, რომ დასავლეთისკენ გაუხვიონ. და სხვადასხვა თვითმფრინავებიდან ისმის შეძახილები, დასავლეთისკენ რო გვეფრინა, ახლა სახლში ვიქნებოდით, ჯანდაბას გადაუხვიე, დაიკიდე, წადი დასავლეთისკენ. 17 საათი და 15 წუთი ტეილორი პორტ ევერგლეიდს არცნობებს, რომ ძალიან სუსტად ესმის მათი. ამჟამად 270 გრადუსიანი მიმართულებით მივფრინავთ. შემდეგ აცხადებს, რომ ისინი აპირებენ ამ მიმართულების შენარჩუნება, სანამ საწვავი არ გამოელევათ ან ნაპირს არ მიაღწევენ. თვითმფრინავთან კომუნიკაცია ძალიან არასტაბილური ხდება.
17 საათსა და 30 წუთზე ბაზას ესმის როგორ ეკითხება ტეილორი პილოტებს. ეს რა არის მარცხნივ? გემია? პასუხი არ არის. 17 საათსა და 54 წუთზე კვლავ თხოვენ ტეილორს, რომ 3000 კილოჰერცის სიხშირეზე გადავიდეს, მაგრამ იგი აღარ გადადის ამ სიხშირეზე. 18 საათსა და 20 წუთზე ტეილორი ბრძანებას გასცემს. ყველა თვითმფრინავი ერთად იყოს. საწვავი გვითავდება. თუ ხმელეთი არ გამოჩნდა, მოგვიწევს წყალზე დაჯდომა. 19 საათსა და 1 წუთზე ტეილორი გადმოსცემს. თითქოს რძეში მივცურავთ. მიწა და ცა არსადაა. არ ვიცით, საით მიფრინავთ. დაახლოებით 20 საათისთვის საწვავი იწურება, ტეილორი წყალზე დაჯდომის ბრძანებას იძლევა, რის შემდეგაც კონტაქტი იკარგება. როგორც აღმოჩნდება სამუდამოდ. ამერიკელები უსაქმოდ რა თქმა უნდა არ სხედან, ფლორიდის ბანანა რივერსის სამხედრო ბაზიდან ფრინდება 2 ჰიდროთვითმფრინავი, მარტინ მარინერი და სავარაუდო უბედური შემთხვევის ადგილისკენ მიფრინავს. აფრენიდან 20 წუთის შემდეგ ერთ-ერთი მარინერი რადარებიდან ქრება. იქვე მყოფი გემი გადმოსცემს, რომ მე დავინახე ცეცხლის ალი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჰაერში. დაღუპულ თვითმფრინავში 13 ადამიანი იმყოფებოდა. აწუკვე 6 გამქრალი თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია გრძელდება კიდევ 10 დღის განმავლობაში, უამრავი გემი და თვითმფრინავია ჩართული სამძებრო სამუშაოებში, მაგრამ კვალი არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, თვითმფრინავები აღჭურვილი იყო ყველანაირი დაცვის, წყალში გადარჩენის საშუალებებით. ჟილეტები, ნავები, რომლებიც წყალში ჩავარდნისას ავტომატურად გაიბერებოდა, რა ვიცი, ყველაფერი იყო იმისთვის განკუთვნილი, რომ ეკიპაჟი გადარჩენილიყო და რაღაცა კვალი მაინც დაეტოვებინა, ანუ რაღაცა მაინც დარჩენილი იყო ზღვის ზედაპირზე. სამწუხაროდ არა. აი ეს ფილმი, რომელზეც მე გითხარით, სტივენ სპილბერგის, რომელსაც სახელად ჰქვია, ეხლა გამახსენდა მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები. ის ფილმი იწყება რგოლი 19-ის გაქრობით. ძალიან კარგი ფილმია, ნუ ეხლა 1977 წლისთვის და გენიალური სპილბერგის გადაღებულია, წლებს აქ მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა. ოკეანე კი ახალ მსხვერპლს ითხოვს 1948 წლის დეკემბერში ბრიტანული საჰაერო სამგზავრო ლაინერი 25 გზავრით და 6 ეკიპაჟის წევრით ბორტზე აზორის კუნძულებიდან ბერმუდებისკენ მიფრინავს. თვითმფრინავი გახლავთ აუროტუდორ მეოთხე მოდელის სტარ ტაიგერი, ანუ ვარსკვლავური ვეფხვი. ეს მოდელი ამ მოდელის თვითმფრინავები დღეს უკვე აღარ არსებობს. გამოფრენისთანავე თვითმფრინავი ხვდება ძლიერ პირქარში და კაპიტანი იღებს ნაურ გადაწყვეტილებას. ამ თვითმფრინავებს არ აქვთ ძალიან მაღლა აფრენის უნარი, სადაც ისინი გაცდებიან ტურბულენტობის ზონას და რომ დაზოგონ საწვავი, კაპიტანი უბრძანებს პილოტებს, რომ დაეშვენ 600 მეტრის სიმაღლეზე. ანუ წყალზე ფაქტურად 600 მეტრი არაფერი არ არის თვითმფრინავისთვის, ხო? დილის 5 საათზე ბერმუდებზე არსებული აეროპორტის დისპეჩერი იღებს ბორტიდან შეტყობინებას, ამინდი მშვენიერია, ცოტა ხანში გრაფიკის მიხედვით დავეშვებით. მაგრამ თვითმფრინავი ბერმუდებზე არ დაეშვება და ქრება. მას ეძებს 26 თვითმფრინავი და 112 გემი. ვერანაირი კვალი. ვარსკვლავური ვეფხვი უკვალოდ ქრება და მასთან ერთად ქრება სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის გმირი, ბრიტანეთის ავიაციის მარშალი არტურ კენინგემი. ზუსტად 1 წლის შემდეგ 1959 წელს იანვარში ამავე მოდელის თვითმფრინავი უკვე სახელად სტარ არიელი, ანუ ვარსკვლავური არიელი, ბერმუდის კუნძულებიდან მიფრინავს იამაიკისკენ. პორტ კინგსტონისკენ იღებს იგი გეს, ამინდი ძალიან კარგია, 3 საათში იგი უნდა ჩაფრინდეს, გადასცემს კინგსტონს, რომ ჩვენ მალე დავჯდებით, მაგრამ როგორც თქვენ არ დამჯდარხართ კინგსტონში, ისე არ დამჯდარა სტარ არიელიც. ისიც თავის თანამოძმე ვარსკვლავური ვეფხვივით გაქრა. გაქრა მის ძებნაში, რა თქმა უნდა, უამრავმა სამაშველო გემმა და თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უკვალოდ. ეს სხვა შორის ბოლო წვეთი იყო და აურო ტიუდორები საბოლოოდ მოხსნეს რეისებიდან, იმიტომ რომ ეს არ იყო კარგი თვითმფრინავები თავიდანვე სხვათა შორის და უბრალოდ რადგან გამოშვებული იყო, არ ვიცი, ასე ელოდებოდა, ჩამოვარდნას ელოდებოდნენ ეტყობა და ერთი მეორის მიყოლით, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი მოიხსნა ისინი საერთოდ ექსპლუატაციიდან.
მათ ჰქონდათ ერთი ძალიან დიდი მინუსი. კერძოდ ის, რომ კაბინის გათბობა და ეს მოგეხსენება ძალიან იმ დროინდელ თვითმფრინავებში, რომლებიც არ იყო ძალიან გერმეტული, კაბინის გათბობა არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არ გაიყინონ პილოტები. მგზავრები კომფორტულად კი გრძნობდნენ თავს, იმიტომ რომ მათი კაბინა ჰერმეტულად იყო დაცული, მაგრამ აი პილოტებს ეს სიამოვნება და ეს ფუფუნება არ ჰქონდათ, ამიტომ მათ სპეციალური გათბობის სისტემა დაუმონტაჟეს, რომელიც ხინჯიანი იყო. იგი გამოყოფდა ხოლმე მხუთავ აირს და არ არის გამორიცხული, რომ ორივე შემთხვევაში მხუთავი აირი გაიპარა კაბინაში და პილოტებმა გონება დაკარგეს და Fly 451-ის ისტორია ალბათ ასევე ძალიან იდუმალებით მოცული ისტორია, რომლის ახსნაც მეცნიერულად ან თვითმფრინავის გაუმართავობით ძალიან ძნელია. 1954 წლის 30-დან 31 ოქტომბრამდე ღამით თვითმფრინავი Lockheed R7V1 Super Constellation-ი, ერთ-ერთი ყველაზე სანდო თვითმფრინავი იმ პერიოდის და მისი სამხედრო მოდიფიკაცია, რომელიც სამგზავროდ არის გადაკეთებული და აღჭურვილი არის იმ დროის ყველაზე თანამედროვე ნავიგაციური ხელსაწყოებით. გარდა ხუთკაციანი ეკიპაჟისა, გემზე იმყოფებიან ოფიცრები, სამხედრო ოფიცრები, მათი ცოლები და ბავშვები. 22 საათსა და 30 წუთზე თვითმფრინავი ფრინდება პატასენკტ რივერის ავიაბაზიდან და გეზს იღებს აზორის კუნძულებისკენ. 23 საათსა და 30 წუთზე ეკიპაჟი სადისპეჩეროს გადასცემს, რომ ისინი მერილენდიდან 640 კილომეტრის მოშორებით არიან. ამინდი ძალიან კარგია, გრაფიკით მიფრინავენ და ყველაფერი კარგად იქნება, აზორის კუნძულებზე დროულად ჩავლენ. როგორც ხვდებით, ეს თვითმფრინავიდან ბოლო ინფორმაციაა. და რა არის საინტერესო, აქაც ისევე როგორც რგოლი 19-ის შემთხვევაში, ბორტზე არის 111 საცურაო ჟილეტი, 46 სპეციალური ჰიდროკოსტიუმი, 5 ავტომატურად გაბერვადი ძალიან დიდი ზომის ნავი, რომლებიც ისევე როგორც რგოლი 19-ის შემთხვევაში წყალში მოხვედრისთანავე იწყებენ გაბერვას. ასევე აქ არის ასობით პლასტიკის ჭიქა, თებში, დანაჩანგალი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი, რომელმაც უნდა იტივტივოს თვითმფრინავის დაღუპვის შემთხვევაში. გადის უამრავი გემი, უამრავი თვითმფრინავის საძებნელად და ვერანაირ კვალს ვერ პოულობენ. ანუ თითქოს არც კი არსებულა Lockheed-ი. გამოძიების ოფიციალური ვერსია ასე ჟღერს, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა მტკიცებულებების არ ქონის გამო. 1973 წლის 2 თებერვალი SS Marine Sulphur Queen, ასეთი სახელი ქვია, გემს გამოდის ბომონტის პორტიდან და ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი სატვირთო გემი. როგორც სახელი მიგვითითებს, იგი არის გოგირდის გადამტანი, მაგრამ ეს გოგირდი ახლა ჩვენ რო გვინახავთ თქვა ყვითელი ფხვნილის სახით, ასე თითქი არ გადაიტანება, არამედ იგი არის გაცხელებული, გავარვარებული 100+124 გრადუს ცელსიუსზე, ჩატვირთული არის ტრიუმებში, სპეციალურ ტრიუმებში, რომელიც ცხელდება და გამლღვალი სახით არის. ეს უკვე ფეთქებად საშიში ტვირთია, ანუ ფაქტიურად შენ გზავრობ ნიტროგლიცერინით გატენილ აუზზე, რომელიც საკმარისი ოდნავში ეინძრას და აფეთქდება. 16,000 ტონა წარმოიდგინეთ, კატასტროფული ციფრია, გამლღვალი, წყალივით გამლღვალი, ალბათ უფრო თხელი ცომივით გამლღვალი გოგირდია ბორტზე. და 4 თებერვალს გემი რადიოგრამას გადასცემს, რომ იგი ფლორიდის ნახევარკუნძულს მიუახლოვდა და ძალიან ძლიერ შტორმში მოყვა. და რომ ტალღების სიმაღლე 5-დან 6 მეტრამდეა და 6 თებერვალს გემი კრება. სანაპირო გემები და თვითმფრინავები მაშინვე იწყებენ გემის ძებნის ოპერაციას, როგორც კი ამის საშუალებას ამინდი იძლევა. გემის ჩაძვირვის ადგილს ვერ პოულობენ, რა თქმა უნდა, ხოლო ეკიპაჟის 39 წევრი უგზო-უკლოდ კრება. გამოძიება ადგენს, რომ გემის ასეპტილოდ ისედაც იყო განწირულიო. მასზე ძალიან ხშირად ხდებოდა ხანძრები, რომლებსაც ეს გამლღვალი გოგირდი იწვევდა, პარალელურად ის გამათბობელი სისტემები, რომლებიც გამაცხელებელი უბრალოდ სისტემები, რომლებიც ამ გოგირდს ინარჩუნებდნენ აი მთხევადი სახით, რამდენიმეჯერ გოგირდმა გაჟონა ისეთ ადგილებში, სადაც კაბელები გადიოდა და გამოიწვია მოკლე ჩართვები. ამ მოკლე ჩართვებს მოყვა ხანძარი. და ასევე
ამ გემს როგორც აღმოჩნდა, ისევე როგორც წინა გემს, აი ციკლოპს, ნერეუსს და პროტეუსს სუსტი წელი ჰქონდა. რომ ბოლო დასკვნით კომისიის აქ ეს ადგილი შუა ნაწილი შეჭმული ჰქონდა კოროზიას, ანუ ჟანგს. და წარმოიდგინეთ ახლა ასეთი გემი, რომელიც 6 მეტრიან ტალღებში ყვება, ანუ 2 სართულიანი სახლის სიმაღლის ტალღებში და საკმარისია ტალღამ შუაში დაარტყას, რომ იგი, რა თქმა უნდა, ასანთის ღერივით გადატყდება და ჩაიძირება. კიდევ ერთი კატასტროფა. ეს გახლავთ SSI Alfaro. ეს ფაქტურად ფინალური აკორდია, გემი ბერმუდის სამკუთხედის ზუსტად ცენტრში ჩაეძირა 2015 წლის 1 ოქტომბერს 240 მეტრის სიგრძის კონტეინერების გადამტანი გემი ფლორიდის ჯექსონვილიდან გამოდის და პუერტო-რიკოსკენ მიემართება. გემზე არის ასობით მეორადი მანქანა, რომლების ტრიუმებში არის ჩამაგრებული. გემზე 33 ადამიანია და შეყოფს თუ არა ცხვირს ელფარო ბერმუდის სამკუთხედში, მას თავს დაატყდება უძლიერესი მეოთხე კატეგორიის გრიგალი ხოაკინი. ხოაკინი, რომელმაც საკმაოდ დიდი ნგრევა გამოიწვია სანაპიროებზეც და კაპიტანი მაიკლ დევიდსონი დარწმუნებულია, რომ ისინი აცდებიან ხოაკინს, მაგრამ არა, ნუ რას უკაცრავად, ისინი შიგ ცენტრში მოყვნენ აი ამ უძლიერესი გრიგალის და ტალღების სიმაღლეო გადმოსცემს კაპიტანი არის კოლოსალურია 15-დან 18 მეტრამდე. ნუ წარმოიდგინეთ, ფაქტიურად 5-6 სართულიანი სახლის სიმაღლეა, ხო? შემდეგ იწყება ახალი პრობლემა, ნუ შტორმი შტორმად, ამხელა გიგანტური ტალღები გიგანტურ ტალღებად, მაგრამ ტრიუმებში იწყებს მოწყვეტას მანქანები სამაგრებიდან. და ცალ-მხარეს დაგროვდებიან და გემი, რა თქმა უნდა, მიიღებს დახრილობას. დახრილობა არის დაახლოებით 15 გრადუსი, მაგრამ ეს საკმარისი არის, რომ გემის ძრავებს ზეთი აღარ მიეწოდოთ. ზეთის გარეშე ძრავები ავტომატურად ითიშებიან. ანუ ფაქტიურად გემი არის გიგანტური ტალღების სათამაშო. რყევის შედეგად კიდევ უფრო მეტი მანქანა წყდება ადგილებიდან, ამას ყველაფერს გადმოსცემს კაპიტანი და 7 ნახევარზე კაპიტანი გასცემს ბრძანებას, რომ გემი დატოვონ. კაპიტნის საუბარი ჩაწერილია, მასთან დისპეჩერის საუბარიც ჩაწერილია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და მძიმე აუდიო ჩანაწერი საზღვაო ისტორიაში. კავშირი დამყარდა 2015 წლის 1 ოქტომბერს დილის 7 საათის შემდეგ. სატელიტური ტელეფონების საშუალებით ხდება ეს კავშირი და მოვლენები შეიძლება 3 ეტაპად დავყოთ. ჯერ ოპერატორთან საუბარი, შემდეგ ხმოვანი შეტყობინებების დატოვება და ბოლოს უშუალო საუბარი კაპიტან ლოურენსთან. პირველი ზარი გადის საგანგებო ცენტრის ოპერატორებთან. ამ მომენტში კაპიტანი დევიდსონი ცდილობს სასწრაფოდ დაუკავშირდეს კვალიფიციურ პირს. აწყდება ბიუროკრატიულ დაყოვნებას ოპერატორის მხრიდან. მაკავშირებთ ქუაისთან? ახლავე, ზუსტად მაგას ვაკეთებთ. ვამოწმებთ ვინ არის მორიგე და პირდაპირ მასთან დაგაკავშირებთ. უბრალოდ თქვენი სახელი მჭირდება. დიახ, ქალბატონო, ჩემი სახელია მაიკლ დევიდსონი. Yes, ma'am. My name is Michael Davidson. Ship's name? Elfaro. ხომალდის სახელი? Spell that? დევიდსონი, ელფარო. L. დამარცხლეთ. ოღმერთო დრო არ ითმენს, შეიძლება ქუაის დაველაპარაკო. ელფარო. QI. Another operator comes on the line. Hi, thank you for Oh, waiting. God. Just really briefly, what is the problem you're having? მოკლედ რომ ითხრათ, რა პრობლემა აქვს? დევიდსონი, საზღვაო საგანგებო მდგომარეობა მაქვს და მინდა QI-ს ვესაუბრო. კორპუსი გაირღვა, შტორმის დროს ლუკი შემოგლიჯა. მესამე ტრიუმფში წყალი ჩავიდა, გემი ძლიერ არის გადახრილი. დავკარგეთ მთავარი ძრავი. შეიძლება კვალიფიციურ პიროვნებას ვესაუბრო? და შემდეგ კაპიტან ჯონ ლოურენსს უტოვებს იგი ხმოვან შეტყობინებას. კაპიტან ლოურენს, კაპიტანი დევიდსონი ვარ. ხუთშაბათი დილაა, დილის 7 საათი. სანავიგაციო ინციდენტი გვაქვს. მეორე გემბანზე ლუკი შემოგლიჯა და წყალი მესამე ტრიუმფში თავისუფლად ჩაედინება. ძალიან დიდი დახრილობა გვაქვს. მინდოდა უბრალოდ სიტყვიერად დაკავშირებოდით. ყველა უსაფრთხოდაა, მაგრამ მინდა დაგელაპარაკოთ. ინჟინრები სისტემაში საფოხი ზეთის წნევას ვერ აღადგენენ, ამიტომ მთავარი ძრავა აღარ გვაქვს. ნება მომეცით განედი და გრძედი მოგაწოდოთ. უბრალოდ მინდოდა საქმის კურსში ჩამეყენებინეთ. სანამ იმ ღილაკს, ანუ განგაშის ღილაკს დავაჭერ. ღელვა ჩრდილო აღმოსავლეთიდან მოდის, მყარი
10-12 ფუტის სიმაღლის ტალღებია. შხეფები, ძლიერი ქარი, ძალიან ცუდი ხილვადობა. ეს არის საუკეთესო, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ლოურენსი იძლევა გადასარევ რეკომენდაციას. იმოქმედეთ თქვენი შეხედულებებით სამებრ, კაპიტანო. და თუმცა მეოთხე ნაწილიც არის, რომელიც უკვე შავი ყუთებიდან, ეგრეთ წოდებული ჩამწერებიდან, ავტომატური ჩამწერებიდან არის მიღებული. დილის 7 საათი და 29 წუთია. გემი უკვე კრიტიკულად არის გადახრილი და დევიდსონი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. კაპიტანი დევიდსონი, ჩართეთ გემის მიტოვების განგაში. გადაეცით ყველას რომ ვიძირებით. ისმის განგაშის გამყინავი ხმა. 7 საათი და 31 წუთი. ხიდაგზე რჩებიან მხოლოდ კაპიტანი და მესაჭე ჰემი. დახრილობა იმდენად დიდია, რომ ჰემი ვერ ახერხებს აღმართზე აცოცებას და კანამდე მიღწევას, რომ გემბანი დატოვოს. ის სრულ პანიკაშია და ფიზიკურადაც გამოფიტულია. დამეხმარეთ, ფეხქვეშ საყრდენი მეცლება. კაპიტანი დევიდსონი, ნუ პანიკო, ფეხზე წამოდექი, მე შენს გვერდით ვარ. გემის ცხვირი უკვე წყალქვეშ არის, ოკეანე გემბანს ყლაპავს, მესაჭე ჰემი. კიბე მჭირდება, რამე მომაწოდეთ. კაპიტანი დევიდსონი, ჩვენ არ გვაქვს კიბე, მომეცი ხელი და წამოდი. მესაჭე ჰემი, ტირის და ყვირის, მე მკვდარი ვარ. მე უკვე მკვდარი ვარ. დევიდსონი მყარად ეუბნება. არა, შენ არ ხარ მკვდარი, წამოდი, მე აქ ვარ, შენს გვერდით ვარ. ჰემი, მიშველეთ, ღმერთო, დამეხმარე. კაპიტანი დევიდსონი. კარგი რა, დროზე, ადექი და გამომყევი. აუდიო ჩანაწერზე ამ დროს ისმის დაბალ სიხშირიანი სააზარელი გუგუნი. ეს არის მომენტი, როდესაც ატლანტის ოკეანის წყალი უზარმაზარი წნევით ამსხვრევს ხიდიკის მინებს და შიგნით ვარდება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩანაწერი წყდება. დგება აბსოლუტური სიჩუმე. გემი ჩაიძირა, თან წაიყვანა 33 ადამიანი და ელფაროს ნამსხვრევები ახლახან აღმოაჩინეს 6400 მეტრის სიღრმეზე. წარმოიდგინეთ, შიგ ბერმუდის სამკუთხედის ცენტრში. და რა თქმა უნდა, მისი დაღუპვა ბერმუდის სამკუთხედის ანომალიას მიაწერეს. ახლა კი მოვიდათ, რომ მოგიყვეთ თუ რომელ ტრაგედიას მიეძღვნა ლიუბეკის იაკობსკირხეში მოწყობილი მემორიალი. ბარკი, ანუ 4-ანძიანი აფროსანი გემი პამირი ჰამბურგის გემთსაშენიდან წყალში ჩაეშვა 1905 წელს. პამირი გახლდათ ეგრეთ წოდებული მფრინავი პ-ლაინერების ოჯახის წევრი. რატომ მფრინავები? იმიტომ რომ გემების ეს კონსტრუქცია, რომელიც გერმანელმა გემთმშენებლებმა შეიმუშავეს, იყო უაღრესად ეფექტური. დიდ სისწრაფეს ავითარებდნენ ეს გემები აფრების საშუალებით. საწვავის გარეშე მათ შეეძლოთ ოკეანის გადასერვა. იყო ძალიან კარგი კონსტრუქცია და მათ რამდენჯერმე ჰქონდათ გავლილი დრეიკის სრუტე, ეს ჰორნის კონცხთან მდებარეობს და დრეიკის სრუტე თანამედროვე გემებისთვისაც კი ზოგჯერ საშიშია გასავლელად და წარმოიდგინეთ, ეს ხდება წინა საუკუნის დასაწყისში. და აფროსანი გემი მით უმეტეს, იქ სადაც აფრების საშუალებით იმართება გემი და იქ აფრების დაშვებაზე და გახსნაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, იმიტომ რომ ძლიერი ქარის დროს აფრებმა შეიძლება ცუდი საქმე გაგიკეთოთ, დაგლიჯოს ეს აფრები, ან სადღაცა ისეთ ადგილას აგიყვანოს ამ ქარმა, სადაც თქვენ არ ჭირდებათ. და რატო ქვიათ პ-ლაინერები? იმიტომ რომ ყველა სახელი პ-ზე იწყებოდა და მათ გამოარჩევდათ შეფერილობაც. ზედა ნაწილი იყო შავი, ცენტრალური ნაწილი თეთრი და ქვედა ნაწილი წითელი. საკმაოდ ლამაზი გემები, 4 ესეთი აფრებით დაფარული ანძებით და პამირს ჩილედან მოქონდა ნიტრატები. ნიტრატები იმ პერიოდისთვის იყო ძალიან საჭირო ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სოფლის მეურნეობაში, სასუქების საწარმოებლად, ასევე დინამიტის წარმოებაშიც. და ეს ის პერიოდია, როდესაც გერმანია პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში არის ჩაბმული. ძალიან დიდი ფული კეთდება ნიტრატებზე, ძალიან ბევრი ჰამბურგელი გამდიდრდა და ერთ-ერთი ასეთი ძალიან საინტერესო სახლის, რომელსაც ჩილე ჰაუსი ქვია, ჩილედან ეზიდებიან ამ ნიტრატებს. ჩილე ჰაუსის შესახებ მე ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან სიმპათიური ვიდეოში მაქვს მოთხრობილი, აუცილებლად ნახეთ, თუ არ გინახავთ იგი. და რას წარმოადგენს ეს ნიტრატები? არის ფრინველების და ღამურების ცურცლი, სკლინტი, სკორე, რა ვიცი, რა გინდათ ის დაარქვით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს
შარდოვანას და სწორედ შარდოვანა გახლავთ ნიტრატების წარმოების მთავარი წყარო. რადგან ნიტრატები თვითონ თავისთავად ფეთქებად საშიში იყო, თბომავლებით ისინი არ გადაჰქონდათ, იმიტომ რომ იქ საკმარისი იყო, თქვა პატარა ნაპერწკალი რომ გემი აფეთქებულიყო, ამიტომ აფროსნები მისრება იყო ასეთ საქმეში, მით უმეტეს რომ როგორც გითხარით, ისინი საწვავსაც არ ხარჯავდნენ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პამირი რეპარაციების სახით გადაეცა იტალიას, იტალიელებმა ბევრი ვერაფერი გაუგეს ამ გემს და უკან დაუბრუნეს გერმანელებს. ამერე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ახალ ზელანდიელებს მისცეს რეპარაციის სახით, ასევე იმათ დიდად ვერაფერში ვერ გამოიყენეს და მეათედ თუ მეასეთ ფასად კვლავ მიყიდეს გერმანელებს და გერმანელებმა გემისგან გააკეთეს საწვრთნელი და პარალელურად კომერციული რეისების შემსრულებელი გემი. საწვრთნელი კადეტებისთვის, საზღვაო კადეტებისთვის, რომლებიც აპირებდნენ შემდეგ უკვე საზღვაო ოფიცრებად გახდენას და ძირითადი მასა გემზე იყო 16, 17, 18 წლის ბიჭები. გერმანულ ენოვან წყაროებს თუ დავეყრდნობით, ასევე საზღვაო გამოძიების წყაროებსაც ნახავთ, რომ ეს კატასტროფა, რომელიც პამირს მოუვიდა, მართლაც კლასიკური ტრაგედია. კატასტროფა არ დაწყებულა ატლანტის ოკეანეში, იგი დაიწყო ბუენოს-აირესის პორტში. ბუენოს-აირესის პორტში იმ დღეს, როდესაც გემი უნდა გამოსულიყო, იყო დოკერების გაფიცვა, ანუ პორტის მტვირთავების. ქერი, რომელიც გემს უნდა წამოეღო, ქერი არავის არაფერში არ ჭირდებოდა გერმანიაში, მით უმეტეს იმ პერიოდში, მაგრამ გემი რაღაცით უნდა დაეტვირთათ, რომ მყარად მჯდარი იყო წყალში. და გამოუცდელმა ბავშვებმა, იმ 16, 17, 18 წლის ბავშვებმა, რომლებიც გადაიღალენ ამ საშინელ სიცხეში ამ ქერის ამდენი ტონობით ქერის ჩატვირთვაში, უამრავი შეცდომა დაუშვეს. პირველ რიგში ის, რომ ტრიუმებში ქერი არ იყო სტაბილურად. მოგეხსენებათ, ქერი და ნებისმიერი მარცვლეული საიტაც გადახრით, თქვა ტომარას იგეწავა, ხო? არ იყო დამაგრებული ეს ყველაფერი, ეს ტომრებით უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ტომრები არ არის ისეთი მობილური, როგორიც თქვათ უბრალოდ ჩაყრილი მარცვლეული. და ეს კანონის დარღვევაც იყო. კაპიტანი დიბიჩიც არასწორი კაცი აღმოჩნდა არასწორ ადგილას. ეს გახლავთ 60 წელს მიღწეული ოფიცერი, რომელსაც მართალია ოფიცრის დიპლომი უკვე კარგახანი 30 წელი აქვს, მაგრამ ის არ არის თან შიშარა, იგი ორომ გამოვლილი მებრძოლიც არის, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს აფროსნებზე. სამწუხაროდ, მას არაზროს არ უმართავს იქ არგენტინაში დაავალეს მას აფროსნის მართვა. და აფროსანი გემის მართვა ეს მხოლოდ კომპასის და რუკების ცნობა არ არის, ეს გახლავთ ქარის ინსტინქტური შეგრძნება უნდა გქონდეს, როდესაც ასეთ გემს მართავ, როგორც თქვი მე, აფრა ძალიან პრეტენზიული რამ არის. პირქარია, ზურგის ქარია, გვერდის ქარია, აფრის არასწორად მიმართვა შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი რამ და მათ შორის კატასტროფაც. ასეა თუ ისე 1957 წლის 11 აგვისტოს პამირმა ბუენოს-აირესის პორტი დატოვა, აი ამ მარცვლეულით დატვირთული ტრიუმებით. ბერმუდის სამკუთხედთან მიახლოებულ პამირს თავს ესხმის 1957 წლის ყველაზე ძლიერი ციკლონი, სახელად ქერი, ტრიუმებშიც ქერი ყრია და ოკეანე აღარ არისო ჩვეულებრივი წყალია, როგორც გადმოსცემს რადისტი. ჩვენს ირგვლივ თეთრი ქაფია, რომელიც ზოგჯერ 16, 17, 18 მეტრის სიმაღლეზე იწევა და ასე ზემოდან გვეცემა შემდეგ გემბანზეო. კაპიტანი დიბიჩი აგვიანებს აფრების აკეცვას. უკვე გვიანია ქარიშხლის პირველივე სასტიკმა დარტყმამ იალქნები, რომლებიც გაშლილი იყო ნაკუწებად აქცია და გიგანტური ანძები წამებში გააშიშვლაო, როგორც რადისტი გადმოცემს. ქარის კოლოსალური წნევის ქვეშ 114 მეტრიანი გემი გადაიხარა მარცხენა ბორტისკენ. სწორედ ამ დროს ხდება პამირის მუცელში, მის ტრიუმებში ჩაყრილი შენელებული მოქმედების ბომბის გააქტიურება. როგორც კი გემის დახრილობამ 20 გრადუსს მიაღწია, მარცვლეულიც წამოვიდა და გემი კიდევ უფრო გადახარა. გადახარა 45 გრადუსამდე. გემი ფაქტიურად ციცაბო კლდედ იქცა. აი, წარმოიდგინეთ, აი ეს არის 45 გრადუსი.
დაახლოებით. აი მოიკიდეთ აბა აქ ფეხი, როდესაც ქარიშხალია. ძალიან ცივა. წყალი ზემოდან გასხამს, ქვემოდან გასხამს, გიგანტური ტალღები გეჯახება და 16, 17, 18 წლის ბიჭები არიან გემზე. და ამ დროს კაპიტანი უბრძანებს, რომ გადაჭერით ანძებიო, ანუ ანძები გვიშლის ხელსო. ვინ იყო იმ ანძების გადამჭრელი? წარმოიდგინეთ ახლა ამ მდგომარეობაშია გემი და როგორც აგიწერეთ, საშინელება ხდება შიგნიდან და გარედან. წყალი ყველაფერს სიკეთესთან ერთად იწყებს ღია სავენტილიაციო ლუკებში შესვლას და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და გემი უკვე თითქმის 50%-ით არის გადახრილი. და ამ დროს კაპიტანი გასცემს ბრძანებას, რომ სასწრაფოდ ჩაუშვით სამაშველო ნავები. წარმოიდგენიათ ხო? აი ეს წარმოიდგინეთ, აქ არის ბორტი გაშიშვლებული, ნავები კიდია აქ. ვერაფრით ვერ მიხვალ ნავებამდე. ნავები, რომლებიც მარცხენა ბორტზე იყო, ისინი უკვე წყალქვეშ არის წასული. ანუ დამთავრებულია ფაქტიურად პამირის საქმე და ბოლო დარტყმას იღებს პამირი 13 საათსა და 03 წუთზე ხომალდი გადაყირავდება და გარკვეული დროის განმავლობაში დაახლოებით როგორც თვითმხილველები ამბობენ 15-20 წუთის განმავლობაში იგი ამოყირავებულ მდგომარეობაშია. ხალხი წყალშია, კაფეა, ირგვლივ კატასტროფა ხდება და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. მეორე დღე თენდება, არის გადასარევი ამინდი, 7-ია აბსოლუტურად ოკეანე და მოფერნილი არის ქერით. წარმოიდგინეთ, ეს ქერი არის დამლბალი უკვე წყალში, რაღაც ყვითელი მასაა გაურკვეველი და აი ყვითელ მასაში არის უზარმაზარი ფიცრის ნატეხები, რომლებზეც ჩაჭიდებულია ხალხი, არის ორი ნავი, ერთ-ერთში 20 კაცია თავშეფარებული, ხოლო მეორეში 12-მდე დაახლოებით ასე იხსენებენ და საშველი არ საიდან არის. იმიტომ რომ წყალი ნავებში არ არის, საკვები ნავებში არ არის, არანაირი საშუალება რომ ადამიანებმა თავი გადაირჩინონ. 4 დღის განმავლობაში ეძებენ ამ ადგილს, სადაც გემი დაიღუპა. რატომღაც. და როდესაც საბოლოოდ მიაგნებენ ამ ადგილს, აღმოჩნდება რომ იმ ნავში, სადაც 12 თუ 13 ადამიანი იყო და რომელსაც გვერდი მოჭმული ჰქონდა ფაქტიურად, დარჩენილია ერთი სიკვდილის სიცოცხლის პირას მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, ხოლო მეორე ნავზე, სადაც 20 ადამიანი იყო, იქ არის 5 ახალგაზრდა გადარჩენილი. ისინიც აი ეს სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე და შემდეგ ისინი ყვებიან, რომ საწავიდნენო დანარჩენებიო გაუსაძლისი წყურვილის გამო ისინი ახალგაზრდა ბიჭებმა დაიწყეს ზღვის წყლის დალევა, მათ დაეწყოთ галлюცინაციები, ზოგიერთმა უთქვა, რომ აგერ ლუდის მაღაზია გამოჩნდა, მე იქეთ მივდივარ, გადააბიჯეს ბორტს, ჩვენ არ ქონდა არანაირი ძალა, რომ ისინი გადაგვერჩინა, შეგვეჩერებინაო და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს თვალწინ შეჭამეს ზვიგენებმა. 86 ადამიანიდან, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა მხოლოდ 6. რა იყო მათი დაღუპვის ძირითადი მიზეზი? რა თქმა უნდა, ჰიპოთერმია, მიუხედავად იმისა, რომ წყალი აქ ძალიან ცივი არ არის, 19-დან 22 გრადუსამდე, მაინც იგი ადამიანს ართმევს მის სითბოს. საკმარისია ადამიანის ტემპერატურა სხეულის რამდენიმე ხნის განმავლობაში, თქვა 3, 4, 5 საათის განმავლობაში იყოს 37-ზე დაბალი, თქვა 35, 33, 32, რომ იგი ჯერ კუნჩხვები ეწყება მას და შემდეგ იღუპება. ასევე მლაშე წყალი, როგორც გითხარით, რომელსაც სვამდნენ ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭები, რომლებიც ჯერ ერთი იწვევს თირკმლების დაზიანებას, მომენტალურად ღვიძლის დაზიანებას, ორგანიზმის მოწამვლას და აქედან გამომდინარე ჰალუცინაციებს და ასევე ზვიგენები. 23 სექტემბერს ნიუ-იორკიდან მიმავალმა ამერიკულმა სატვირთო გემმა SS Saxon-მა შენიშნა პირველი სამაშველო ნავი ნომერი 5, რომელშიც როგორც გითხარით, მხოლოდ 5 ადამიანი იყო ცოცხალი და მეორე ნავი უკვე 24 სექტემბერს იპოვეს, აი ის ნავი, რომელსაც პამირი ნომერი 2 ჰქვია და რომელიც დღეს იაკობს კირხეში არის დაცული. ეს ტრაგედია გერმანიისთვის მართლაც ეროვნულ გლოვად იქცა, დაღუპულთა უმრავლესობა იყვნენ 16-17 წლის ბიჭები, აი დაღუპული მეზღვაურების სახელები არის
აი ამ მარმარილოს იატაკზე ამოკვეთილი. ახლა კი ნახოთ თუ საიდან იწყება და როგორ გრძელდება ბერმუდის სამკუთხედის ისტორია და რატომ არის იგი დღეს ასეთი პოპულარული. 1974 წელს ვინმე ჩარლზ ბერლიცი წერს წიგნს ბერმუდის სამკუთხედი, რომელშიც თავს უყრის ყველა იმ ისტორიას, რომელიც მანამდე იყო ცნობილი. ყველა იმ კატასტროფას, ყველა იმ გაუჩინარებას და ყველაფერი ეს ახსნილი მას აქვს უცხო პლანეტელებით, ატლანტიდელებით, წიგნი საოცრად პოპულარული ხდება. იგი 20 მილიონ ეგზემპლარად იყიდება, ეს არის წარმოუდგენელი ტირაჟი, ითარგმნება 30 ენაზე და ბერლიცის თქმით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რაც მან შეისწავლა და ამ წიგნში გადმოსცა, არის 100%-იანი სიმართლე. მაგრამ არც მეცნიერება იდგა ჩუმად და მეცნიერებმა დაიწყეს ამ კატასტროფების შესწავლა და მათი რეალური მიზეზების კვლევა. პირველი ახსნა უკავშირდებოდა მაგნიტური ანომალიების გამოვლენას. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილებში გადის ეგრეთ წოდებული ოგანური ხაზი. კომპასის ისარი აჩვენებს რეალურ ჩრდილოეთს და არა მაგნიტურ ჩრდილოეთს. მათ შორის რამდენიმე გრადუსია განსხვავება. და სწორედ ეს განსხვავება შესაძლოა გახდეს, როგორც გითხარით, უკვე ასეულობით ან ათეულობით კილომეტრით გეზის აწდენაში. და აქედან გამომდინარე სულ სხვა მიმართულებით წასვლაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რგოლი 19-ის შეცდომა მდგომარეობდა ამაში. ისინი გაფრინდნენ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. მიზანი იყო დასავლეთისკენ, ფლორიდისკენ წამოსვლა, ისინი ჩრდილოეთისკენ წავიდნენ ჩრდილოეთისკენ, რა თქმა უნდა, იქ არანაირი ხმელეთი არ არის, გაუთავდათ საწვავი და დაიღუპნენ. თუმცა ყველა კატასტროფას ჩვენ მაგნიტურ ანომალიას ვერ დავაბრალებთ, ეს ადგილები ცნობილი არის როგორც უძლიერესი, ანუ ატლანტიკაში რაც ხდება, აი მათგან ყველაზე ძლიერი ქარიშხლების დაბადების და შემდეგ გადაადგილების ადგილად. ფლორიდის სანაპირო მოგეხსენებათ, ვინც ფლორიდაში ცხოვრობდა, იქიდან მიყურებთ, ალბათ წელიწადი არ გადის, რომ თავს არ დააატყდეს ფლორიდის სანაპიროს რამე კატასტროფული სიძლიერის გრიგალი, ქარიშხალი, გასულ საუკუნეებში, რა თქმა უნდა, ანალოგიური რამ ხდებოდა და ის გემები და თვითმფრინავები, რომლებიც არ იყო ასეთი სანდო, როგორც დღეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქარიშხლების მსხვერპლი ხდებოდნენ. მეზღვაურები ძალიან ხშირად საუბრობდნენ ეგრეთ წოდებული მკვლელი ტალღების შესახებ, ანუ ტალღების, რომელთა სიმაღლეც 20-25 მეტრია. და ამის ფაქტობრივი მასალები არ არსებობდა 1991 წლამდე, როდესაც მართლაც ასეთი ანომალია აღმოაჩინეს. ეს ხდება ჩრდილოეთის ზღვაში და იქ დაფიქსირდა 22 მეტრის სიმაღლის ტალღა. წარმოიდგინეთ, ხო, ეს არის გიგანტური მასა, გიგანტური კედელი წყლისა, რომელიც თუ გემზე დაეცა, ის გემი ალბათ ნაკლებად გადარჩენადია. შემდეგ გამოთვალეს ამ ტალღების სიხშირე, ანუ შეხვედრის სიხშირე და აღმოჩნდა, რომ იგი 1-10,000-დანაა, ანუ 10,000-დან ერთი შანსი გაქვთ, რომ ასეთი ტალღა თქვენს გემს დაეტაკოს. მაგრამ ამავე ადგილას გადის უჩინარი მკვლელი, გოლფსტრიმი. თუ გოლფსტრიმი მაგალითად ჩრდილოეთ ევროპისთვის არის მხსნელი, მას მოაქვს ტროპიკული წყლებიდან სითბო და წელს აურია ჩვენმა გოლფსტრიმმა და აჯობა პოლარული ვორტექსის მიერ გამოშვებულმა ცივი ჰაერის მასებმა, ამიტომაც ჰქონდა ძალიან ცუდი ზამთარი, ძალიან თოვლიანი და ყინვიანი, სხვათა შორის დღეს ჰამბურგში +16 გრადუსია, ესეც ანომალიაა. ხვალ არის +18 გრადუსი გამოცხადებული, +18 გრადუსი ჩვენთან ივნისშიც კი არ არის ხოლმე. ერთი ანომალია შეიცვალა მეორე ანომალიით. მე გადავუხვიე თემას, მაგრამ მაინც ეს კლიმატი ყოველთვის გვექნება ჩვენ ცხელწერტილად და ძალიან ხშირად ვისაუბრებთ მის მაიმუნობებზე. აი სწორედ გოლფსტრიმის ნაკადი ამ ადგილებში არის ძალიან სწრაფი. იგი არის დაახლოებით 5-დან 6 კვანძამდე. ეს ძალიან დიდი სისწრაფეა წყლისთვის. ნაკადში მოხვედრილი დაღუპული გემის ნამტვრევები ძალიან სწრაფად იფანტება ოკეანეში. ამიტომაც არის, რომ აქ დაღუპული გემებიდან ფაქტიურად არაფერი რჩება. ოკეანე ძალიან კარგად ნიღბავს თავის დანაშაულს.
და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მკვლელის შესახებ უნდა გიამბოთ, ეს გახლავთ სულ ახლახან დაახლოებით 7-8 წლის წინ ნორვეგიელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი მეთანის ლოდები. ეს ის მეთანია, რომელიც სახლებს გვითბობს და მასზე საჭმელს ვამზადებთ, მაგრამ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდა ძალიან ღრმად კოლოსალური წნევის ქვეშ დაწნეხილი მეთანი. მეთანი, რომელიც გამოიყოფა წყალქვეშა ვულკანებიდან და იგი ეს ლოდების სახით დევს წყალქვეშ. მაგრამ საკმარისია მოხდეს მიწისძვრა, საკმარისია მოხდეს რაღაც კიდევ უფრო ძლიერი ამოფრქვევა, ეს მეთანის ლოდები ამოდის ზემოთ და უკვე დაბალი წნევის პირობებში ისინი გადაიქცევა გაზად და ეს იმ ადგილებში წყალი თითქოს აი როგორც ბორჯომი ან კოკა-კოლა რო ვაგიღიათ ახალგახსნილი, აი ესე დუღს. აქ კი აი ესეთ წყალში, გაზიან წყალში სიმკვრივე მატულობს და გემი ძალიან ადვილად იძირება. არ არის ჯერჯერობით ეს ამბავი დამტკიცებული, მაგრამ ამ ჰიპოთეზასაც აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს რომ მეთანი მოგეხსენებათ ფეთქებადი გაზია და საკმარისია იქ ვიღაცა გემბანზე ეწეოდეს, რომ ეს გაზი აფეთქდეს და გემიც აიტანოს აერში და მისი მგზავრებიც. ახლა ისმის კითხვა, არის კი ბერმუდის სამკუთხედი რაღაცით გამორჩეული ადგილი ჩვენს პლანეტაზე. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. აღმოჩნდა რომ ბერმუდის სამკუთხედის სენსაციურობა მხოლოდ ლეგენდებზე, ყურმოყრულ ამბებზე, არაკეთილსინდისიერ მწერლებსა და ჟურნალისტების სტატიებზე და მათ წიგნებზეა დაფუძნებული და არანაირი ხელმოსაჭიდი არ აქვს რეალობასთან. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მეცნიერებმა 150,000-ზე მეტი ცნობილი ინციდენტის შესახებ ჩატვირთეს მონაცემები და სთხოვეს ხელოვნურ ინტელექტს რომ გაეკეთებია მათი ანალიზი. აღმოჩნდა რომ აი 15,000 მონაცემიდან მხოლოდ 314 იყო მომხდარი ბერმუდის სამკუთხედში. 1990 წლიდან 2015 წლამდე სამკუთხედში არაფერი მომხდარა. არც გაუჩინარება, არც კატასტროფა, არც ჩაძირვა, არც არაფერი. 2021 წელს ამ ადგილებში 8634-მა გემმა გაიარა, ეს არის ლოიდის სადაზღვევო კომპანიის მონაცემები. მათგან მხოლოდ 2-ს შეემთხვა ძალიან სუსტი ინციდენტი. ანუ გემების 0,02%, ანუ 0,01%. მაშინ, როდესაც მთელი პლანეტის მასშტაბით ეს მონაცემები არის 1,8. ანუ 90-ჯერ მეტი. ანუ სტატისტიკის მიხედვით ბერმუდის სამკუთხედი გამოდის, რომ პლანეტაზე და ჩვენს ოკეანეებში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. რაც შეეხება ავიაციას და მასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, აქ კიდევ უფრო პროზაულად არის საქმე, რამდენიმე ინციდენტის გარდა, აქ სერიოზული არაფერი არასდროს მომხდარა. რაც უფრო მეტი ფაქტი მუშავდება, რაც უფრო საღი გონებით უდგებით ჩვენ ამ ფაქტების შესწავლად, ამ ინციდენტების შესწავლას, ვწმუნდებით, რომ ბერლიცის მიერ გამოგონილია ეს რაღაც ზღაპრებია და სხვა არაფერი. აქ რა თქმა უნდა ადამიანის ფსიქოლოგია იჩენს თავს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ზღაპრების მოსმენა, განსაკუთრებით ძილის წინ და გვირჩევნია სწორედ ამ ზღაპრებს დაუჯეროთ, ვიდრე ვთქვათ რეალობას ჩავხედოთ თვალებში და მით უმეტეს ძალიან ტვინი გადაგვეღალოს რაღაცა ციფრების აღწერით. როცა კრიზისია, ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე შარლატანები, რომლებიც უიმედობაში მყოფ ადამიანებს აჯერებენ, რომ დედამიწა ბრტყელია, რომ არსებობს ფრინავი თებშები, რომ ნუნისისა და ხვამლის მთის ქვეშ არის ქალაქები, რატომ უნდა იყოს იქ ქალაქები, როდესაც მიწის ზედა ნაწილი ულამაზესი და უკარგესი გვაქვს, რომ ბორჯომის ტყეში აღმოჩენილი არის 4 და 5 და 6 მეტრის სიმაღლის ადამიანების ჩონჩხები და რომ ზოგიერთი ხეებს ეხუტება და ზოგიერთი სანთლის შუქზე გარდაცვლილთა სულებს ესაუბრება, ну მოკლედ ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ ისეთი, რომელიც საღაზრს ეწინააღმდეგება. მართალია ზოგიერთისთვის ეს თავშესაფარია, რომ სინამდვილეს გაექცნენ ამ რეალ სიტუაციაში და ამ დროს მოვდივარ მე და გეუბნებით, რომ ყველაფერი ეს არის ადვილად ახსნადი მეცნიერების მიერ. რომ მეცნიერება გაცილებით იდუმალი და მისტიური სიუჟეტებით არის სავსე, ვიდრე ადამიანის მიერ გამოგონილი ბოდვები. საუბედუროდ ასეთი ბოდვები ხშირად
და ასეთი ფოტოებით შეპყრობილი ადამიანები ხშირად სახელმწიფოს სათავეშიც არიან ან მიწბეთს გადაწყვეტენ ხოლმე და ამის ნათელი მაგალითი გვაქვს, როდესაც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ოფსკროლის პირას დგას, როდესაც შარლატანებმა შექმნეს რაღაც ფაკულტეტები ასტროლინგვისტიკის, ასტროარქეოლოგიის და ამ ფაკულტეტს ხელმძღვანელობს ვიღაც ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ სტალინის ხატით დადიოდა ქუჩებში და საგალობლებს უმღეროდა მას, როგორც თვითონ ამბობს, საერთაშორისო წმინდანს. მოვადრო და სტალინის ხატი დაბრძანდება ისეთივე დიდი პატივით, როგორც ბერი გაბრიელის, როგორც დავით აღმაშენებლის, როგორც ყველა დიდი ქართველი წმინდანის. მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს მეცნიერება უმეცრებაზე და ძალიან მალე ჩვენ შუქს ვიხილავთ. დღეს კი მე ამით მინდა დავასრულოთ ჩემი ძალიან გრძელი თხრობა, მინდა გისურვოთ მშვიდი და მრავალწიგნიანი კვირა, არ წახვიდეთ შორს, დარჩით ჩემს არხზე, მით უმეტეს რომ მე რამდენიმე ხანში, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ შეიძლება ლაივით დაგიბრუნდეთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ვულკანის მწვერვალიდან. მაშასე კარგ კვირას გისურვებთ, ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.